როგორ ხართ? ძალიან ხნეთ, კარგად. გუშინ გათავისუფლდით 48 საათიანი პატიმრობიდან. კი ბატონო, გამათავისუფლეს, თუმცა გამომტყუნა სასამართლომ ეს უნდა აღნიშნოთ აუცილებლად, ჯარიმაც დამატეს 5000 ლარი, ოღონდ ვის მივაყენე შეურაცხყოფა დღემდე რჩება მოკლედ რაღაცა ამოუხსნელ ენიგმად. მე არ ვიცი ბატონ გოგა მემანიშვილს რამდენად აქვს მარკესი წაკითხული, ძალიან ეჭვმეპარება, სიმართლე გითხრათ, მე იმედი მაქვს, რომ ის მაინც გაუგია მაგალითად გერონტი ქიქოძემ, როგორ თქვა, თავის დროზე მისი ყაიდის, მისი ტიპების ადამიანებზე, რომ ტერორი იქნება მათი იარაღიც და მათი ბედისწერაც, ამას აქედან ვეტყვი და შევახსენე. ეგება ის მაინც კონდეს წაკითხული გენერალს არავის წერს. ის ძალიან თემატურია. ან წაკითხული აქვს, ან პატრიარქის შემოდგომა მაგალითად და იქ ამოიცნობს თავის თავს, ხო. იცით რა, მე მგონია რომ ამ ტიპის ადამიანებს როგორც ახლა გოგა მემანიშვილი და ჩვენ საერთოდ არ უნდა ხარჯავდეთ დროს მათზე სასაუბროდ, მათ წარმოუდგენიათ რომ ჩვენ ჯაბნიან, იმიტომ რომ მათ მხარეს მათი იარაღი არის სიცრუე, ძალაუფლება და ეს ტერორი და სინამდვილეში ჩვენ ჯობნით, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, არის სამშობლო სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული. და სიმართლე როგორც წესი ქვას ხეთქს და შესაბამისად ახლა თუ ქვები გახეთქილი არ არის, დაბზარული მაინც არის. მოდით უშუალოდ თქვენი დაკავების ეპიზოდზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ კადრები თქვენი აყვანისა არ გავრცელებულა ალბათ ვერავინ ვერ შეძლო გადაღება. მოუყევით მაყურებელს, როგორ მოხდა თქვენი აყვანა, იმიტომ რომ ბრალდებაში პოლიციელები ოქში წერენ, რომ თითქოს აგინეთ. რაც არ არის ასეთ რამე არ წერია? მე ესე იგი ჯარიმა გამომიწერეს, თურმე სავალ გზაზე, გზის მონაკვეთზე დავდიოდი და ვამბობდი უზრდელები ამ სიტყვას. და ჩემმა მოწმემ, რომელიც რომ მოწმე იყო და სხვა შორის მე უყურებდი სასამართლოზე როგორ იტანჯებოდა ეს ადამიანი, მართლა შემიძლია ვაღიარო, რომ ის შეწუხებული იყო და განიცდიდა ოფრიასხავდა და ხან რას ამბობდა, იმიტომ რომ სრუჩვენება უნდა მიეცა ჩემ წინააღმდეგ, მათ თქვა რომ მან მომკიდა ხელი მას შემდეგ რაც გაიგო რომ უზრდელები ვთქვი, ოღონდ ვის მისამართით და ზოგადად პოლიცია წარმედგინეთ ცოტა ხა გიჟის მაშინ მდგომარეობაში გამომიყვანეს, ვდგავარ გზაზე, ამ დროს მე ტროტუარზე მოვდიოდი, გზაზე ვდგავარ და უზრდელები ასე ვიყურები აქეთ-იქით და ვამბობ და მან მიიღო თავის თავზე, ასე თქვა. რომ რახან მე პოლიციელი ვარ, რომ მე ჩემ თავზე მევიღეო და მოვკიდე ხელი და დავაკავებ. ერთმა პოლიციელმა დაგაკავა? ერთმა, როგორც თვითონ ყვება. მაგრამ ეს არის ის ვერსია, რაც ბატონმა გიორგი ბერაიამ მოყვა იქ და უნდა დავადასტურო, რომ ის განიცდიდა. გიორგი ბერაია არის თქვენი დამკავებელი, თუ ვინ არის და ვინ არიან თქვენი? იმიტომ რომ მე დავსწრები ვარ პროცესებს, სადაც მოდიან პოლიციელები და ამბობენ, რომ თითქოს მათ ისინი არიან დამკავებლები და ამ ადამიანებსაც არ უნდა ხართ. არა, რა თქმა უნდა, მე არ მინახავს, მანამ სანამ არ დამაკავებდნენ. გიორგი ბერაია უკვე შემდეგ ჩასვეს იმ მიკროავტობუსში, სადაც მე ვიყავი. ამბავი ასე მოხდა, რომ ტროტუარზე მოვდიოდი, ძალიან სიმჭიდროვე იყო, იმიტომ რომ მოერეკებოდნენ ხალხს გზიდან, მე გზაზე საერთოდ არ მდგარ ვარ, არც ერთი მომენტი. და უცბად დავინახე გაზონზე მომავალი ჩემი და რომელსაც ხელში უკავია, სხვა შორის თქვენ რეპორტაჟიც გავიდა, ჩემდას უკავია ბანერი, საწერია თავისუფლება მათეს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ჩემი ყოფილი სტუდენტი გაზონით მოდიოდნენ და ცდილობდნენ შემოსულიყვნენ ტროტუარზე, ოღონდ ისეთი სიმჭიდროვე იყო იქ, რომ წარმოუდგენელი იყო. აქედან პოლიციის კორდონი, რომელიც გზაზე მოდიოდა, იმ ავტობუსის სავალ გზაზე და როგორ აწვებოდა და არაცდიდა ამათ, რომ აწვებოდა ისე. და უცბად ხედავ, რომ გოგა მემანიშვილი ეცა ჩემ დას, ამას სხვა არაფერი არ ქვია, აჯანჯღარა ხელი კრა და ჩემიდან რომელსაც ორივე ხელი დაკავებული ქონდა, თან ქონდა სამუშაო ისე რა ქვია, ლეპტოპი გადაკიდებული ზურგზე, როგორ ეცემა, აი სიცოცხლეს, მის სიცოცხლეს პირდაპირ შეუქმნა საფრთხე. მე ტროტუარიდან გადმოვედი გაზონზე და ჩვენ უკვე ვისწავლეთ აი ამ ბრაზის მართვა ძალიან დიდი ხანია, 1 წელიწადია მეტი. იმიტომ რომ პოლიცია გამომწვევიც არის, ეს უნდა ვთქვათ, ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამომწვევი. ჩვენ ამას უყურებთ განსაკუთრებით ქალების მიმართ, როგორ იქცეოდნენ ეს ხელისყრა და იქ ჩატენა ადამიანს, სადაც შეიძლება მან ფეხი მოიტეხოს, ან საერთოდ შეიძლება ცოცხალიც ვეღარ გადარჩეს, ხო? და აი ამას უყურებთ ეს დღეებია და მივედი და ვთხარი, რომ ქალებს
ხელს ნუ აკარებ. პირდაპირ გოგას ეუბნებით ამას. გოგა მემანიშვილს, რაზეც მითხრა, რომ ხელს ნუ ვაკარებ კი არა, გადაეტრიეთო და მომაყენა შეურაცხყოფა. შეგაგინათ ხო კონკრეტულად? და შემდეგ მე უთხარი ასეთი რამ. სად გაიზარდე, რა ოჯახში ხარ გაზრდილი თქო და დააკავეთო, მაშინვე გასცა ბრძანება. როდესაც მეც აქეთ იქიდან ეს პოლიციები აი როგორც ტერორისტს რო აკავებენ, რაღაც ვერ გაარკვეს, აი თუნდა წამოვეყვანე ღია კარი იყო ჩემ პირდაპირ და მე მივდიოდი და ვჯდებოდი, მაგრამ ზოგი აქეთ მათრევდა, ზოგი იქით მათრევდა, აქ ჩალურჯებები მაქვს და ერთი გამოქანა და კისერში მწვდავითო მე ხა ისეთ ტერორისტს ეჩხუბებოდა და უთხარი რომ კისრიდან ხელი აიღე მე ვჯდები მეთქი. აი როცა შემიყვანე, შემათრიეს და დაბრუნდა ბატონი გოგა მემანიშვილი და მაგინა იქაც ამას ამოიყვანეს, დიახ, ამოიყვანეს ეს შემდეგ ჩემი მოწმე დაჯდა და უთხრა რომ აი ამას გადაუღებ ფოტოს და გადმომიგზავნი, იქვე კიდევ მაგინა და მაგინა თან დამუქრებით. მე სრული შეგრძნება მქონდა რომ ის იმეორებდა დგებუაძის ხო, ძალიან გავს მზია და დგებუაძის ამბავი თქვენის და გოგას ურთიერთობას. მე ვიცი რომ აი ეს უშვერი სიტყვები რითიც გოგა მემანიშვილი თქვენ მოგმართავთათ, ეხლა არ საზოგადოებრივი ეთიკა მოითხოვს და ეთერში ვერ გავიმეორებთ, ცხადია და ამას არ გხოთ, მაგრამ გინების 3 ეპიზოდი იყო, როგორც თქვენ აღწერთ და ასევე ფიზიკური დაზიანებებიც მიიღეთ. ძალიან გავს კი მზიას და დგებუაძის ამბავს უბრალოდ რატო დამაკავეს, თან მე სრული შეგრძნება მქონდა რომ როგორც მზია ამაღლობელი ასე დამაკავეს. უბრალოდ მე ვიყავი ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი ჩემთვის არის მაგალითი უდრეკელობის და სიმტკიცის. თვითონ არ ამგონია ყოფილიყო მშვიდად, როდესაც დგებუაძეს ბაწავდა. მე ასე მგონია. უშუალოდ სასამართლო პროცესზე ცხადია ამ ყველაფერს მოუყვებოდით მოსამართლეს რომ არა გიორგი აღარ მახსოვს გვარი რაც თქვით მიქაია ბერაია ბოდიში ამ ყველაფერს უფრო დეტალურად მოუყვებოდით ალბათ იქ უფრო კონკრეტულად ეტყოდით რა მოხდა როგორ რა სიტყვებით შეგაგინეთ აი საერთოდ აერიდა ხო ანუ გოგა მემანიშვილის ეპიზოდს იმიტომ რომ გოგა მემანიშვილი ძალიან ბევრი ქალის ბავშვის სტუდენტის თუ კაცის დამკავებელია ბოლო თვეების განმავლობაში ხო იცით რა მე იქ გინება ასე არ მithქვამს რა მითხრა უბრალოდ თქვი რომ მომაყენა ასე შეურაცხყოფა და თავად მოსამართლემ გამიკეთა ესეთი მინიშნება რომ მე შემეძლო რომ მეჩივა როგორც მაშინ გენპროკურატურაში ასე სასამართლოში და იმ მომენტში მე დავფიქრდი და კი მე ვაპირებ რომ ვიჩიო იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება გოგა მემანიშვილმა გადაწყვიტოს მე კიცით მე ვინანე აი ეს რო უთხარი რომ რა ოჯახში გაიზარდე ოღონდ იმიტომ კი არა რომ დამაკავა მე რო იქ გამარჯობა მეთქვა მაინც დამაკავებდა აქ საქმე იმაშია რომ მე წავკითხე და გამახსენდა ელენე ცაცუა ოჯახში ამ ადამიანებს არ ამგონია რომ სრულად ასეთი მდგომარეობა ქონდეთ და დარწმუნებული ვარ რომ ყავს ვიღაცა ვინც კითხავს რომ ერთ დასრო ცემდი და ფიზიკურად უსწორდებოდი მეორე დასრო შეურაცხყოფას აყენებდი ფიზიკურად უსწორდებოდი და სვავდი მანქანაში და მიყავდა იმაში საპატიმროში რას ფიქრობდი მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იქნება და საერთოდ პოლიციელებმა უნდა იცოდნენ რომ როდესაც ასეთ რამეს ჩადიან და იღებენ საკუთარ თავზე იმ დანაშაულს რომელიც უბრძანა ზემოდან ივანიშვილმა მათ უნდა იცოდნენ რომ ერის წინაშე ჩადიან ამ დანაშაულს და ეს ასე არ იქნება ეს ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. იმიტომ რომ როგორც ჩემი სტუდენტები, ყოფილი სტუდენტები, ზოგი საერთოდ პოლიციაში მუშაობს, ზოგი არის პოლიციელის ოჯახიდან. იქ ხო იქმნება აი ეს ძალიან ცუდი და როგორ თქვა დაპირისპირება ოჯახებში, ხლიჩავენ პრაქტიკულად ოჯახებს. და მე ეს ადამიანები მოგვიტრიალდებიან და გვეტყვიან რომ ოჯახურ სიწმინდეებს იცავენ და არ შეიძლება ეს ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს. ამიტომ უნდა დაფიქრდნენ. მე ვიცი რომ პოლიციაში არის მცირე ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ვინ მოდის დარბევებზე. ეს არის მცირე ჯგუფი. დანარჩენი პოლიცია არ არის ასეთი, ხო? ხო, აი მეც რეპორტაჟის წარდგენაში ვამბობდი, ახლაც გავიმეორებ, არ მინდა განვაზოგადო და ყველა პოლიციელს შევეხო, როდესაც რაღაც კრიტიკულს ვამბობ, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირზე მყოფი პოლიციელთა შემადგენლობა კი ბევრია, მაგრამ ძირითადად აი ეს წინა ხაზი ახლა რაღაც ახალი სახე ხავთ კიდევ ერთ-ერთი კაცი არ ვიცი რა ქვია, ძალიან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. სულიან ხოლმე
ხოლმე პატარა ბავშვებს, რასაც ვხედავთ. აი ეს 18 წლის, 20 წლის ბავშვები, რომლებიც მუნდირში არიან, ეს ბავშვები იცვლებიან ხოლმე რაღაცა დამატებითად, თორე დანარჩენ ჩვენ ვიცით სახეები, რომლებიც გამოჩნდებიან და უკვე გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება დარბევა, იქნება დაკავება, ხო? ესე იგი, ეს რაღაცა ნაწილი ამაზე წამსვლელი, დანარჩენი პოლიცია არა. და მე მინდა ვთქვა, ეს ყველგან ხდება, იცით? აი, თესეუშიც ხდება, ქვეყანაში ასე ხდება, დიდი ნაწილი აზროვნებს სწორად და სახელმწიფოებრივ აქვს შეგნება რა არის ქვეყანა, ხო და რომ ამ ქვეყანას არ უნდა დაუშაოს. და აი ამ დიდმა ნაწილმა, ამ მცირე ნაწილს უნდა ავუხსნათ, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ჩაყვება ივანიშვილს, იქ სადაც მისი ადგილი. კაპიტან კეთევან, დააზიანებებიც გაქვთ ხომ და რამდენადაც ვიცი, გაწუხებდათ ტკივილიც კისრის არეში. ხო, რა ვიცი, არა ვარ შეჩეული ასეთ მოპყრობას და ლოგიკურია რომ ქონოდა ასეთი ის, მაგრამ იცით მე მეუხერხულება ამაზე საუბარი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე იქ რო ვიყავი 2 დღე, მე ვიგრძენი ნინო დათაშვილი რას გრძნობდა. აი მე და ნინო ვიყავით ბარძიმიშვილი ერთ საკანში. წარმოუდგენელი პირობებია იქ რა. ყოველდღიურად გვაღვიძებდა ფეხების ტკივილი, წელის ტკივილი. წარმოუდგენელია, იქ არ შეიძლება ადამიანი რო ამყოფო რა. და ეს არის იზოლატორი და ციხე კიდევ უფრო უარესი სიტუაცია. ანუ ამბობენ რომ იზოლატორი რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვი. გაღვიძებს ის რომ არის სრული დისკომფორტი, სულ არის შუქი მანთებული, არ შეგიძლია რომ თავზე გადაიფარებ რაღაცას, მოვლენ და გეტყვიან რომ კამერა გიყურებს. ამ პოზიციიდან სხვა პოზიცია ცოტა მათთვის ალბათ უხერხული პოზიცია რო გვეკავა, გააღებდნენ, გვეუბნებოდნენ კამერა გიყურებთ, სირცხვილია გასწორდით. ხო, იმიტომ რომ ტკივილი გაქვს ამ დროს, ვერ ჩერდები ვერანაირად. აი ჩემ თავზე საუბარი მართლა მწვენია ეს ამდენი ადამიანი რას იტანს იქ. და აი ჩვენი პირდაპირი მოვალეობა ყველა ადამიანის რომ ეს ადამიანი უნდა დავიხსნათ იქიდან. იმიტომ რომ არა აქვს უფლება იმაში გავიგე რომ ძევლად აიყვანა მთელი ქვეყანა. ძევლად ყავს გოგა მემანიშვილიც აყვანელი. ის ამას ამდენად იაზრებს არ ვიცი, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც საპატიმროში ჩაყარა, იმ ადამიანებს სჭირდება ყველას თანადგომა. ისევე როგორც მე აღმოჩნდა რომ გამომიცხადეს მხარდაჭერა ისეთმა ადამიანებმა თქვი დღეს ერთხელ კიდე რომ საერთოდ არ ველოდი, იმიტომ ჩვენ თანამოაზრეებიც არ არიან ის ადამიანები. ოღონდ ისინი ხვდებიან, რომ როდესაც რეჟიმი აკავებს ქეთევან ხუსკივაძეს, კონკრეტულად ამ ადამიანს, რომელსაც იცნობენ, რომელთანაც გაუტარებიათ რაღაცა, ხო, პროფესიული შეხება ქონიათ, ხო? ისინი ხვდებიან, რომ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ქვეყანა. ესეთი თანადგომა და ემპათია თავად უნივერსიტეტიდანაც იგრძენით უფრო ჭარბი, ვიდრე აქამდე იყო, თქვა. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, სწორედ მაგას ვამბობ და ყვებოდი, რომ იმდენმა ადამიანმა გამომიცხადა სოლიდარობა და ძალიან ბევრს არც ველოდებოდი, მათგან არ ველოდებოდი. უბრალოდ არ იყო შემდეგ აი მაგალითად ოფიციალურ განცხადება თესევში, ხო 25 წელიწადია ვასწავლი თესევში, ეს არის მეოთხედი საუკუნე. მე მეგონა სიმართლე გითხრათ, რომ იქნებოდა რაღაცა განცხადება. რაღაცა ჩან ნეიტრალური რაღაცა ინფორმაცია მაინც, მაგრამ არა, იმიტომ რომ იმ უნივერსიტეტშიც აი ამ დიდ ნაწილს, რომელიც აზროვნებს სწორედ, რაღაცა მცირე რამოდენიმე ადამიანი მართავს და ეუბნება, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს. და აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ თესეუში მეც მუშაობ, უკანასკნელი 10 წელია და აბსოლუტურად დიდი ნაწილი იქ მომუშავე ადამიანებისა სწორედ ისე ფიქრობს ქვეყანაზე და აზროვნებს, როგორც ახლა თქვენ საუბრობთ და არ არის ისე, რომ თითქოს თესეუს პროფესურას ჰქონდეს ის აზრი, რაც იმ 2-3 ადამიანს აქვს, ვინც უნივერსიტეტს მართავს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კითხავდით ბრძოლას როგორ აგრძელებთ, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩანს ბრძოლას. ახლა მივდივარ რუსთაველზე, იმიტომ რომ ეგრე ნახეთ სოფო მარკოზია, თქვი კიდევაც დღეს ამათ უკვე რა ვიცი, ჩვენი დროშა, ჰიმნი ყველაფერი აღეზიანებთ და მივდივარ რუსთაველზე, ჩემი დროშით.